თავარ პროკურატურასთან აქცია 3 საათზე არის დაწყებული. იქამდე კი ადვოკატები და ოჯახის წევრები აჟღერებენ საკუთარ მოთხოვნებს. მათ ამ დრომდე არ ჩაბარებიათ განჩინება საქმის შეწყვეტის შესახებ, შესაბამისად ვერ არ შეუძლიათ ამ განჩინების გასაჩივრება. ეს იქნება ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელსაც ისინი აქ თავარ პროკურატურასთან გააჟღერებენ. ასევე ოჯახი და კონკრეტულად ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი გეგმავს კონკრეტული საპროტესტო ასე ვთქვათ გზავნილის გაჟღერებას და აპირებს რადიკალური ზომების მიღებას, თუმცა ის აქციის დაწყების დრომზე დეტალებზე არ საუბრობს. ეთილინება და სურვილი ვისაც ექნება და პანდემიის ვისაც არ შეეშინდება დაუხურავს სივრცეში იმ ხალხს ველოდები და ვისაც საქართველოს კეთილი მომავალი აღელვებს იმ ხალხს. საუბრობდით აქციებზე შიმშილობაც კი დაანონსეთ თუ არა ამ რადიკალურ ზომებს გადაწყვეტილება 3 საათზე ნახავთ. თავარი რაც არის, რაც რასაც ემსახურებოდა ეს საქმის შეწყვეტა. დიახაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩვენ 18 დეკემბრიდან უკვე შეგვეძლო სრულად წამოგვეღო საქმის მასალა, ზუსტად ამიტომ შეწყვეტეს 17 დეკემბერს, რომ საქმის მასალა ჩვენ ხელთ არ ქონოდა. ესენი ბოდიში და აფურთხებენ პირდაპირ კანონმდებლობას. თამარ ბაჩალიშვილის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა 17 დეკემბერს და თქვა, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. პროკურატურის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან თამარ ბაჩალიშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები.